დღეს ბევრი დანაშაულს ჩადის იმიტომ რომ რაღაცა ფსიქოტროპიული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ არის, აზარტული თამაშების ზეგავლენის ქვეშ არის. აი ახლა ამ რამდენიმე დღის წინ გორში 80 წლის ადამიანი მოკლა შვილიშვილმა, წემითა. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს უკვე ჩვეულებად იქცა რომ დედა მამას კლავს, მამა შვილს კლავს, შვილიშვილი ბაბუას კლავს. ეხლა მე არ ვიცი ეს ნორმალურ სამჭკვაზე როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი ბაბუა მოკლა თან წამებით, ხო? მაგრამ ეს ხდება ხშირ შემთხვევებში ნარკოტიკული, ფსიქოტროპიული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ და მე მივესალმები რომ აი დაიწყო უკვე ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო საქართველოს პარლამენტმა დაიწყო განხილვა რომ ნარკოტიკული ნივთიერებებთან დაკავშირებით ბრძოლა იქნას გააქტიურებული. ქართული ოცნება ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ იარაღად კანონის გამკაცრებას ირჩევს. ანტინარკოტიკული რეფორმა დაწყებულია 8 კანონში შესატანი ცვლილებები მზად არის. მცირე ოდენობით ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელი დიდი ოდენობის გასაღებას უტოლდება 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. პროექტით სისხლის სამართლის კოდექსს რამდენიმე მუხლი ემატება. მკაცრდება ფსიქოტროპული ნივთიერებების, მისი ანალოგის მცენარე კანაფის ან მარიხუანის დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გაყიდვა. სანქციებს ემატება ნარკორეალიზატორისთვის ან გავრცელებაში დამხმარისთვის ქონების ჩამორთმევა. თუ ადამიანი რომელიც გაასაღებს ანუ მატერიალურ სარგებელს თანხას მიიღებს იმაში რომ ნარკოტიკი გაყიდოს ამისთვის იქნება პასუხისმგებლობა უმკაცრესი ნებისმიერ ნარკოტიკთან დაკავშირებით ვინც კი გაბედავს რომ ნებისმიერი ფორმით რეალიზაციას ხელი შეუწყოს გაყიდვას ხელი შეუწყოს ან ხელი დააფაროს ამ ადამიანების მიმართ იქნება კანონმდებელიც მათ შორის პოლიციელიც პროკურორიც და მთლიანად სახელმწიფო უმკაცრესი და ფიგურალურად რომ ვთქვათ პირდაპირ ძირში დაეჭრება ის ხელები, რომელთაც ცდილობენ რომ ჩვენს ქვეყანაში ნარკორეალიზაციას ხელი შეუწყო. ცვლილებები შედის ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებითაც ნარკოლოგიური შემოწმებისთვის იძულებით გადაყვანის წესი უქმდება. კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, კანონი მოქალაქეს არჩევანის საშუალებას მისცემს. თუ ნარკოტესტის ჩაბარება არ სურს, მართვის მოწმობა 3 წლის ვადით ჩამოერთმევა. მომხმარებელს 3 წლის განმავლობაში აეგრძალება მართვის მოწმობა, ნებისმიერ მართვის მოწმობაზე არის საუბარი, ხოლო 5 წლის განმავლობაში აეგრძალება პედაგოგიური საქმიანობა, საჯარო სამსახურში თანამდებობის იქნება თუ საქმიანობის უფლება. კონკრეტული მოქალაქე არც პოლიციელს არ გაყვება შესამოწმებლად და არც თვითონ არ წარადგენს შესაბამის დასკვნას, ეს ყველაფერი ჩაითვლება როგორც თავის არიდება შემოწმებაზე და ზუსტად იგივე სახტელები და სანქცია იქნება, როგორც ექნება მოხმარებელს. მართველი გუნდი არ მალავს, რომ ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ არ გაამართლა, გარედან თავს მოხვეულმა მიდგომამ კი ახალი გამოწვევები გააჩინა. ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ, რომელიც გარედან იყო თავსმოხვეული, ეფექტურად არის მოქმედა და პირიქით ამ მხრივ ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდა. რაც შეეხება რაოდენობებს, ის დეფინიციები, რაც დღეს არის ჩვენს კანონმდებლობაში, არ შეესაბამება იმ რეალობას, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შესაბამისად, სრულ კონტექსტში იქნება ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი ის, რაც რეალურ ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეფექტურ ბერკეტებსა და მექანიზმებში შექმნის. სახელისუფლებო გუნდში ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ერთ-ერთ მოტივად საზოგადოების დაკვეთას და წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ასახელებენ. ამბობენ, რომ კანონის გამკაცრებით სახელმწიფო უფრო ეფექტიანად დაძლევს არსებულ პრობლემებს. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ურთიერთობა ხალხთან, საზოგადოებასთან და ერთ-ერთი მთავარი მტკივნეული თემა განსაკუთრებით დედების მხრიდან, მშობლების მხრიდან არის წამოწეული სწორედაც ნარკოტიკებთან ბრძოლის აუცილებლობა, ნარკოტიკებთან ბრძოლის გამკაცრება. ნარკორეალიზატორი ჩვენთვის გათანაბრებულია მკვლელთან. იმიტომ რომ მასობრივ მკვლელობასთან, იმიტომ რომ ის არის ნელი მოქმედების ბომბი ჩვენი ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების წინააღმდეგ. ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საკომიტეტო განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყება. ჩვენ დავინახეთ, რომ ლიბერალიზაციამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, აი რა შედეგი მიგვიყვანა, რომ ყველგან ყველა კუთხეში პლანს ეწევიან, ქორწილში წახვალ პლანს ეწევიან, დაბადების დღეზე პლანს ეწევიან, ქუჩაში გახვალ და პლანის სურით ყარს ყველაფერი და პლანი ეს ყველაზე მსუბუქია, ნარკოტიკებს იკეთებენ და ეს უნდა შეჩერდეს.
ჩვენ ამას თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ეს იყო მიუღებელი. ჩვენ გვახსოვთ ამ ბასიანის და გალერის პროტესტები, როდესაც ხალხი გამოდიოდა ახალგაზრდობა და მოგვეცით, გვაკაიფეთ და ეს იყო არასწორი ნაბიჯი იყო, არ უნდა მოგვთარიყო და კარგია რომ ეს ეხლა გამოსწორდა და ბევრი რამე არის გამოსასწორებელი. მივესალმები ამ ყველაფერს და აი ამაზე გამოვიდა ესე იგი ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერი და იცით რა თქვა მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზრიშვილმა გამოვიდა თქვა და ესო ხელისუფლებამ იმიტომ წამოიწყო აი ამ საკანონმდებლო ცვლილებებიო აი ამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით რომ ესო უნდა გამოიყენოსო ოპოზიციასთან საბრძოლველად ჯერ ერთი თუ ოპოზიციაში აი ამ ტიპის დანაშაულს ჩაიდნენ და ნარკოტიკულ დანაშაულებში იქნებიან ჩართული, რა თქმა უნდა დაიჯებიან, მაგრამ აქ არავინ არ გამოირჩევა. თუ ხელისუფლების წარმომადგენელი ხდება, ისიც დაიჯება და კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს. მე ვფიქრობ, რომ უნდა გაჩაღდეს ბრძოლა და სხვათა შორის უკვე ეკლესიაც ჩაერთო. ასალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას, ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისათვის და ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც არაერთი პროექტი განახორციელა. მაგალითად, წინა წელს საზაფხულო ბანაკებში მოხდა სტუდენტებთან შეხვედრა. ჩვენთან ერთად იყვნენ ასევე ფსიქოლოგები და ნარკოლოგები და ეს შეხვედრები ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას. მხოლოდ კანონის გამკაცრებით არ უნდა შემოიფარგლოს ყოველივე, არამედ მნიშვნელოვანი არის დახმარება იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან ნარკოდამოკიდებულები და ასევე ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი იყვნენ დაცული ამ განსასწრებისაგან. მე ვფიქრობ, რომ ეს თემა კარგად არის შესასწავლი. ჩვენი გამოცდილებიდანაც და უცხოური სპეციალისტების გამოცდილების. ის რომ რეალიზატორები კაცრად დაიჯებიან ეს ნამდვილად მისასალმებელია. მაგრამ აი ამ რეალიზატორებსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულ ხალხს შორის როგორ იქნება ზღვარი გავლებული ეს რთული საქმე. ამ პოლიტიკას უნდა მოყვეს ამ ნარკოლოგიულების რაოდენობის გაზრდა. დამზადეს რგოლები, გამოიცეს სახელმძღვანელოები, შევიდნენ სკოლებში, ღამის კლუბები სავსეა ხო ნარკოტიკები და ახალგაზრდები რომელთაც უნდათ რაღაც ახალი შეიგრძნონ, ახალი შეგრძნებები გაიგონ, რომლებიც ძალიან მოწყვლადი არიან ამ მხრივ, ყველაფერს სინჯავენ. ამას უნდა რაღაც კომპლექსური მიდგომა და რაღაც ჩამოყალიბება სახელმწიფოს მხრიდან ნარკოპოლიტიკისა დაგეგმვა და ხელმძღვანელობა ამ საქმისა. საინფორმაციო პროპაგანდაც უნდა იყოს ამ მიმართულებით, რომ ადამიანებმა აღარ მიეკარონ ნარკოტიკებს, ეს არის მისასალმებელი, ამას ჩვენ უკვე წლების წინ ვამბობდით და ეს უნდა გაკეთდეს ნამდვილად. ამ ყველაფერში უნდა ჩაერთვეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სასულიერო პირები. და მათ უნდა დაიწყონ ამის შესახებ აქტიურად საუბარი, მუშაობა და მე აი იცით რა არის გულნაწყვეტილი რატო არის იცი მარტო ეს არ არის პრობლემა ჩვენში რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით განათლების სისტემაში გვაქვს პრობლემები არ ვიცი ახლა ამ განათლების სისტემაზე მდე როდის მივა ხელისუფლება ესე კუსნაბიჯებითაც სიარული არ კმარა იმიტომ რომ ცოტა აქტიურად არის საჭირო მუშაობა და მე ვფიქრობ რომ განათლების სისტემაში არის ბევრი რეფორმა განსახორციელებელი იმიტომ რომ იქ ხდება ადამიანების მოკუდინება ახალგაზრდობის მოკუდინება უნდა გამოვიდეთ ამ ბოლონიური სისტემიდან გამოცდები უნდა ჩატარდეს და ყველა არ უნდა ამთავრებდეს სკოლა, ყველა არ უნდა ამთავრებდეს უნივერსიტეტი. ვინც სწავლობს, ის უნდა ამთავრებდეს. არ შეიძლება ვინც კი მიდის სკოლაში და არაფერს არ აკეთებს, იმანაც დიპლომი აიღოს და იმანაც აიღოს დიპლომი, ვინც სწავლობს. არ შეიძლება უნივერსიტეტში ვინც არაფერს არ აკეთებს, იმასაც დიპლომი მივცეთ და ვინც აკეთებს, იმასაც დიპლომი. არ შეიძლება ესეთი რაღაცა. და ამაში ყველა უნდა ვიყოს ჩართული. და უნდა ვიყოს ჩართული ეკლესია ჩვენი, იმიტომ რომ აი იცით რა არის, რაღაცა ბევრი, აი ყოველთვის პატრიარქი სანამ იყო ჯანზე. მთელი ერი ელოდებოდა პატრიარქის საკვირაო ქადაგებას. მთელი ყველა ტელევიზიები სამებაში იყო, აი გულისში ჩამწრომი იყო პატრიარქის თითეული სიტყვა. ყველა ველოდებოდით პატრიარქის სიტყვას და დღეს სამწუხაროდ, როდესაც პატრიარქი შეუძლოთ არის ну ვეღარ ახერხებს ამას და მე არ ვიცი მიუმართავ მე უფეშიოს რომ რა თქმა უნდა ისიც ქადაგებს საკვირას როდესაც სამებაში ატარებს წირვას მაგრამ იცით რა ეს ქადაგებები უნდა შეესაბამებოდეს დღევანდელ რეალობას რა პრობლემებიც არის და უნდა იყოს იმ პრობლემებზე აქცენტირება გაკეთებული
მე არავის ჭკუას არ ვასწავლი, აქ ჩვენთან როგორ არის მიღებული თუ რაღაცას იტყვი, რაღაცას ცოტა ისეთს რაც შეიძლება შენი გულიდან ამოდიოდეს, ეკლესიის ტრად მოგნაცხავენ. და ჩვენთან არის საჭირო რომ უფრო მეტი ამაზე იყოს აქცენტების გაკეთება. ტელევიზიითაც უნდა გამოვიდეს მამაოები, კაცო ვერ გავიგე, ეკლესიაში შეიძლება შეიკრიბოს 200-300 კაცი. ეკლესიის ამბიონი სხვა მადლის მატარებელია, მაგრამ ამაზე დიდი ადგილი რა არის ტელევიზიას მილიონობით კაცი უყურებს, ადამიანი უყურებს. აი ახლა ჩვენ რასაც ქრისტე აკეთებდა, რასაც ქრისტე საუბრობდა, იმას უნდა მიუბაძოთ. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა აი ამ ეპოქაში რომ მოსულიყო უფალი, ყველა საშუალებას გამოიყენებდა იმისათვის რომ ადამიანების სულები გადაერჩინა. სად რომ 200 კაცი მოისმეს იმას და სად რომ მილიონობით ადამიანი მოისმეს. ყველგან უნდა ვილაპარაკოთ, უფალი მიდიოდა მეძავეებთანაც, მიდიოდა დამნაშავეებთან და იმათ ელაპარაკებოდა. ყველას ელაპარაკებოდა. დღეს ჩვენ იმათ უნდა ველაპარაკოთ, ვინც გამოსასწორებელია, თორე ვინც გამოსწორებული და ღვთისმზეზე დგას, იმათაც ჭირდება, რა თქმა უნდა, ქადაგება, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ ერი გვაქვს შემოსატრიალებელი. პატრიარქი სვათაშორის სანამ იყო ჯამთელად სულ იმას ლაპარაკობდა, რომ აი ეს ინფორმაციული საშუალებები და ინტერნეტ ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთო. პეტრე კოლხისთვს უსმენდეთ და ჭიღლაძეს მარტო, აქითა ფლანგზე, ვინც კი მართლა ჭეშმარიტი ეკლესია, რატო არ უნდა გამოდიოდნენ, რატო არ უნდა ელაპარაკობდნენ საზოგადოებას. ეხლა ვიღაცა იტყვის თუ უნდათ ეკლესიაში მივიდნენ, არ მიდიან იმ ეკლესიაში და ხო უნდა მოვატრიალოთ ხალხი. ჩვენ მრევლი მე ხა ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში ვარ, მაგრამ ვინც არ მიდის, ჩვენ ხო იმათი გამოსწორებისთვისაც უნდა ვიზრუნოთ, იმათი ეკლესიაში დაბრუნებისთვისაც უნდა ვიზრუნოთ. დავით გარეჯისთვის ვიბრძოდი და მეუნებოდნენ გაჩერდიო და ისე გამოვიდა მე რომ ბრძოლა რო გამეგზელებინა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გამოვიდოდა, იმიტომ რომ მეტყოდნენ რომ აი და მითხრეს კიდევაც ეხლა როგორ ეკლესია გეუნება და ეკლესიის წინააღმდეგ მიდიხარ და აგერ გავიდა 5 წელი. ვიღაცები რო იძახთით ჩვენ არ შევეგუებით იმას, ჩვენ არ შევეგუებით ამას. აჰა, შეგუებული არა ვართ ამ ყველაფერს რაც ხდება. და მოდით ელაპარაკეთ ახალგაზრდობად, ელაპარაკეთ იმ ადამიანებს, რომლებიც შეცდენილები არიან. პატრიარქი ყოველთვის იყენებდა მედიას, გამოდიოდა ტელევიზიით, მიდიოდა ლაპარაკ. ჩვენ პატრიარქს უნდა მიუბაძოთ, პატრიარქი ყველა ყონეს ხმარობდა, რომ თავისი სიტყვა ეთქვა იქ. მიტინგებზეც კი მიდიოდა, გვახსოვს 9 აპრილს მივიდა, რომ იქნება განსაცდელი იქნას არიდებულიო.